შეკვეთილი მკვლელობა ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის მონაწილეობით და რეზონანსული საქმის 5 ახალი მოქმედი პირი. ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელიან. 3 დაპატიმრებულის გარდა გამოძიებას იდენტიფიცირებული ხავს კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან. ქრონიკამ გაარკვია, რომ საქმეში ვიდეო მასალაც დევს. დანაშაულებრივი სქემის და მისი მონაწილეების შესახებ მარიამ ქართველიშვილი ისაუბრებს. დიღმის მთავარ სამმართველოში დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატები იკრიბებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს ბრალს ოფიციალურად მიმდინარე საათის განმავლობაში წარუდგენენ. ქრონიკის ინფორმაციით ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება კრიმინალური ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს ძებნილად გამოაცხადებენ. ამოქმედება შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენი ინფორმაციით გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფებიან. ქრონიკის ინფორმაციით ეს საქმეში უკვე დევს მტკიცებულებებს შორის სატელეფონო ჩანაწერების ამსახველი მასალა და ასევე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომელიც დაკავებულებსა და ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებულს გელა უძილაურს შორის კავშირს ადასტურებს. ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეს 5 ახალი ფიგურანტი ყავს. გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დაკავების შემდეგ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან დავით მიქაძეს და კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს. საზღვარგარეთ მყოფმა ჯოხაძემ ადვოკატს უთხრა, რომ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. მისი პოზიცია და თქმა უნდა ჩვენი პოზიციაც, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ქრონიკის ინფორმაციით გიორგი ჯოხაძესა და ძმებ მიქაძებს ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ადვოკატმა ინფორმაცია დაადასტურა. დასტურდება ისიც, რომ გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი წევრია გელა უძილაური, რომელმაც ლევან ჯანგველაძეს ჭავჭავაძის ქუჩაზე 14 ჯერ ესროლა. ძმებ მიქაძეებთან რა ურთიერთობა აქვს გიორგი ჯოხაძეს? ნაცნობობა. ჯოხაძის მსგავსად შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირს არ აღიარებს გიორგი მიქაძე არა და საგამოძიებო უწყების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მიქაძეები ლევან ჯანგველაძეს ბიზნეს ინტერესების გამო დაუპირისპირდნენ და მისი მკვლელობა დაგეგმეს. საეჭვო იარაღისა და შემსრულებლის მოძევნაში მათ გიორგი ჯოხაძე დაეხმარა. სავარაუდოდ სწორედ ჯოხაძე მიუყვანა ძმებს გელა უძილაური, რომელმაც დაუდასტურებელი ინფორმაციით დიდი ფულის სანაცვლოდ ლევან ჯანგველაძე ქალაქის ცენტრში მოკლა. პოზიცია საერთოდ უარყოფს მაგ თემასთან კავშირს. ქრონიკის ინფორმაციით ჯოხაძის უახლოესი გარემოცვის წევრია დაკავებული მამუკა ბაღდავაძე. მან გამოძიებას ჩვენება რამდენჯერმე მისცა. ქრონიკის ინფორმაციით საქმეში დევს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ როგორ მიდის უძილაური ბაღდავაძესთან საწარმოში. ამოღებულია მათი სატელეფონო საუბრის დამადასტურებელი მასალა. ბაღდავაძე უძილაურთან ნაცნობობას ჯოხაძის ახლობლობით ხსნის და მკვლელობასთან კავშირს სხვების მსგავსად უარყოფს. გამოძიება მას სრუჩვენების მიცემას და შეუტყობინებლობას ედავება. დავყვებოდით ყოველ გამოკითხვაზე და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სრულად აწოდებდა გამოძიებას, რაც მისთვის იყო ზოგადად ცნობილი. გიორგი ჯოხაძე არის მისი მეგობარი, გელა უძილაური ვინაიდან იყო გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი, მაქედან გამომდინარე ჰქონდა ურთიერთობა გელა უძილაურთან. მოკლულის ოჯახი პროკურატურის მიერ შეცვლილი კვალიფიკაციით და გახსნილი საქმის დეტალებით კმაყოფილია. ჯანგველაძეები მკვლელობასთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოვლენას ითხოვენ. პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დღეებში პროკურატურა მიიღო. პროკურატურის ბოლო დღეებში განხორციელებული მუშაობა ნამდვილად უნდა შეფასდეს დადებითად. მიმაჩნია, რომ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები კიდევ არსებობს. ყველა პირი უნდა იქნეს გამოვლენილი. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკვეთილი მკვლელობის ჯერ შემსრულებელი გელა უძილაური დააკავა. მალევე კი პიროვნება, რომელზეც მკვლელობის იარაღი იყო რეგისტრირებული. გუშინ კი პასუხისგებაში მისცეს 5 ადამიანი. რეზონანსული შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.